რომ ლოსის ხორცი არ გავს არაფერს, უგემრიელესია. რაღაცა კარგი გამოდის. ხელით აიღე თუ გინდა. დროზე უნდა ჩავყარო ხორცი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო. ვიმყოფებით საქართველოში, ვიმყოფებით გარდაბნის აღკვეთილი არის? მეურნეობა არის, გარდაბნის მეურნეობა არის და ვიმყოფებით საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს. აქედან მე მგონი 1 კილომეტრში უკვე ჩვენი მოძმე რესპუბლიკა არის აზერბაიჯანი და მოვიკითხოთ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები. აქეთ არიან? აქეთაც არიან და საქართველოშიც არიან. საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი ყავს აზერბაიჯანელი და ყველას მოგესალმებით ჩემო კარგო ხალხო. გოგა ისე ხო აღკვეთილი მეთქი რომ ვთქვი, ტყუილა არა ვთქვი, აღკვეთილია. აქედან გამომდინარე ჩემო მეგობრებო, ვინაიდან ვიმყოფებით აღკვეთილზე, ცეცხლის ახალი კერა არავითარ შემთხვევაში არ ივარგებს ამ ტერიტორიაზე და ამისათვის ტაფა გვაქვს და გაზი გვაქვს, რომელიც მე მგონი ახლა დაიწובה ეს ტაფა თუ დროზე არ ავქენ. არ დაიწובה, დაანებეთ. ძალიან ნერვიულობს. დაბალი ცეცხლი მე ვეცინო, ტაფა გაცხელდეს და ეხლა გეტყვით რატო. რას ვაკეთებთ დღეს? თქვენ მოგეხსენებათ რომ მე და მალენი გახდით ბელორუსში. მოვინადირეთ ლოსი. ნაწილი წამოვიღეთ აქ. თუმცა ნაწილს ჩვენ მაყურებელს გონია რომ ბაზარში ვყიდულობთ. ბაზარში ვიყიდეთ ლოსის ხორცი მოკლედ და გადავწყვეტეთ რომ გავაკეთოთ ორი შეჭამაზე. ანუ ერთი გადავწყვეტე რომ სტეიკად მივცეთ სტეიკი. კი ბატონო. და მეორე რაღაცა ისეთი ჩაბულბულებული ჩვენ რო გვიყვარს ხოლმე. შემოგევი. იმას იძახი ჩაშუშული გავაკეთე. ბიჭო რა აი ხამში ნიუში რაღაცა. ზოგადად ვიტყვი მეგობრებო ესეთ რაღაცას რომ ლოსის ხორცი არ გავს არაფერს, უგემრიელესი არის და თუ გინდათ რომ რა ვიცი გასინჯოთ ხორცი მიბზანდით და ინადით. ხო რა, არ მიბზანდით თავად, ან დაგვიკონტაქტეთ და ჩვენც მოგეხმარებით რაღაცას მოვიფიქრეთ მოკლედ რა. კი ბატონო. კარგით მეგობრებო, მოკლედ მივცხოთ, ეხლა მე დავჭრა ეს პატარა ნაჭრებად თუ როგორ გავაკეთო. მოდი შეხოთ თავი დაანებე. იმიტომ რომ მე მაგ მომზად ჩვენი მაგიდა ხო კლავინდებურად არ ვარგა. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც შეგვკვირდა და დავკარგეთ ის ადამიანი რა. ვეღარ გავედით ვერ ჩვენ კონტაქტზე ვეცის. და ამიტომ მოვიტანეთ ხის მორი, სადაც მე ამ ხორცს ნელ-ნელა მივხედავ და შენ მინდა რომ უფრო მარტივ და მსუბუქ რაღაცაში დამეხმარო, როგორიც არის ხახვი, ნიორი, შენ ხო ნიურის მბრძანებელი ხარ. დიახ. მწვანილი საშუალო წვრილად დაჭრილი და ესე შემდეგ შენ მიხედე აგროს, რაც ამოდის გასაგებია. სტაფილო არა გვაქვს ეს? არა გვაქვს, სტაფილო არა გვაქვს, მაგრამ შენ რო გული მწყდება. ბულგარული გვაქვს ორი ფერის, მწვანეც გვაქვს და წითელიც. კაი, გენოცვალე. მოკლედ თავარია გვაქვს მალენ, ეს არის აი გუშინ საღამოს ვიწვალე გემოები დავსვი და ეს ჯადოსნური соуსი ინგრედიენტი რაღაცა გავაკეთე, ნახოთ რა გამოვა, მე მგონი არ იქნება რა შეგიძლია თქვა? არა. სუმალავს, სულ რა არა და უგემრიელესი გამოსდის მართლა და 3-4 соуსის ნარევი არის, ცოტა ნიორი მაქვს მე თვითონ ჩაჭრილი, ცოტა ქარის соуსი არის, ცოტა პესტო მივეცი, ცოტა მოკლედ ბევრი ცოტა რაღაცები არის შეგნი და ხო მე ხა რას ვიზამთ ის შენიშნება მოდი ჯერ სასტეიკეთ დავჭრი რამოდენიმე პატარა ნაჭერს. როგორც გაგიხარდეს. რომ ჩვენს მეგობრებსაც დავაგემოვნებინოთ, რომლებიც მშივრები გველოდებიან და გვიყურებენ ხერუდის ორჩებით კულინარიას და ამიტომ გული რო არ წაუვიდეთ შიმშილისგან. სტეიკი მივცხოთ და შენ. კი ბატონო, კარგი აზრი. გავასინჯოთ და ასე შემდეგ. სტეიკს დავდებ, დავინიშნავ სტანდარტულ 4 წუთს და მე ვნახოთ ცოტა ცხიმსაც უძამ. ძალიან უხდება ზეითუნის ზეთი ოდნავ სტეიკს, მაგრამ არ გვაქვს. ცოტა შავ პილპილს მოვაყრიდი თქვენის ნებართვით და მე მგონი არჩენ არ იქნება ამის წინააღმდეგ. არანაირად გასუპირიქით.
რო ამოვაბრუნებთ, მე უზავ მარილს. ყველას ხო თავისებური ტექნიკა აქვს, ასე ვთქვათ, მომზადების, მე. და მარილი რატომ მე? ნახე, ერთ მხარეზე შავპინპილს უზავ. დიახ. მეორე მხარეზე მარილს უზავ, ჩემი რა მიდის მარლენ. всё, ნიორი მე მგონი გვეყოფა, შემოგევლე, ნამდვილად გვეყოფა. შეგიძლია მიხედო ცოტა ბულგარულს და მწვანილს და მე შემილია მოგაწოდო მწვანილისთვის სათავსო თუ კეთში არ ჩაეტევა. მალე ხო არ გინდა ჩემი კუნძით ისარგებლო. კაი აზრია. მეც ესე მგონია. რაღაცა კარგი გამოდის. ესე იგი არ მეზარება ხოლმე იმისი აღნიშნა რომ სვანური მარილი არის ჩემი უსაყვარლესი სუნელი და კიდევ ერთხელ მადლობა სვანებს ამისთვის. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ 9 თებერვალს არის ლამპრობა სვანეთში, მე პირადად მესტიაში მივდივარ ჩემს მეგობრებთან, აქვე მინდა მოვიკითხო ყველა მათგანი და ყველას დაგპატიჟებთ სვანეთში ლამპრობაზე. ხელით აიღეთ უკიდია. გამოიყურება ხო, მაგრამ დემო მაინტერესებს. ცოტა მაგარია ხო? მაინც ნანადირები. აი ბაზარში ნაყიდი თუ არ არის რა. მაგემრიელია. მაგარია. მაგარია. იმიტომაც ამ მაგარი. მუფლონის რო გავაკეთეთ. მე ვარ უფრო ბილი იყო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ დილა ძალიან ბურუსიანად დაიწყო, საკმაოდ მზიანი და კარგი ამინდი გამოვიდა. ეხლა შენისა თქვი რატო არ იყო დღევანდელი დღე წარმატებული ქედანზე ნადირობას? ვერ გეტყვი, ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ ქედანი იყო ცოტა, ეხლა 5-6 მონადირე ვიყავით შესული და სულ 3 გასროლა განხორციელდა, ანუ ქედანი არ იყო და რაც იყო, რაც დავინახეთ, საკმაოდ მაღალ მანძილზე გადადიოდა, გადმოდიოდა და აი ნახე რა არის საინტერესო ახლა ამ ისტორიაში. ბიჭებმა გუშინ ინადირეს და საკმაოდ დიდი წარმატებით. დღეს უკვე აღარ არის. აი რაშია საქმე? რატო ხდება ეს ასე? იგივე ადგილი ანუ არაფერი არ შეიცვალა. უბრალოდ ფაქტია, რომ დღეს იგივე ხალხთან ერთად გუშინ რო წარმატებულად ინადირეს, ჩამოვედით და არ არის. ეს არის ნუ ნადირობა შემადგენელი ნაწილი. სამწუხაროდ ალბათ ხშირ შემთხვევაში ლოგიკას არ ექვემდებარება ჩვენი ლოგიკით ვერ ავხსნით რა და ჩვენ შეიძლება აი დაგატკი როგორ არის ქართულად რაღაც მიხვედრები იმას ვთქვათ რომ ალბათ ამის გამო ალბათ იმის გამო უეჭველი ამის თქმა გადაწყვეტით ძალიან აი ეგ მინდა და ზუსტად მაგ სიტყვაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ ჩვენ ყავს რამოდენიმე გამომწერი არხის რომელიც მეგობრულად არის ჩვენს მიმართ განწყობილი და უთქვამს ხოლმე რომ აი გარანტირებულა 100%-ით ნადირობაო შეიძლებაო რო თქვაო ფაქტობრივად გამორიცხული არის ჩემო მეგობრებო. არა, ხო, ეხლა ადამიანი რომელიც ნადირობს და ნადირობასთან ახლო შეხებაში არის, იმან იცის რომ 100%-იანი, რა ვიცი. მე მგონი ამ ცხოვრებაში არის ძალიან ცოტა რამ, ის კი ნადირობაში კი არა და დიახ. მოდი ეხლა მე უკვე ნელ-ნელა მივხედავ ტაფას და ჩავრთავ ცეცხლს და ასე შემდეგ. მარლენ. აბა გისმენ ოქრო. მე ეხლა მგონია რომ უკვე კარაქი, უკვე ხორცი დავდოთ. და სანამ ხორცი მოიბრაწება, შეგვიძლია ერთი ჭიქა დავლოცოთ ჩვენი მაყურებელი. ძალიან კარგი აზრი არის. რა ღვინო არის? ბიჭო, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, შეიძლება ან გია ალიაშვილის იყოს, ან კახი წნორიაშვილის. სახში რაც მქონდა ეხა ამ ახალი წლებიდან და შობიდან მოყოლებული მორჩენილი ის ღვინო წამოვიღე რა. ტყვილი რო არ გამომივიდეს, ესე იგი ან გიასი არის და ან კახისი არის.
ჩემო მეგობრებო, მინდა გისურვოთ ყველას წარმატება, მინდა გისურვოთ ყველას ბედნიერება და სიხარული ულევი ყოფილიყოს. შემოსავლებით შესაბამისად ულევი. არ გვაწევს. წარმატებული ნადირობის სეზონი ყველას და მრავალი შობა ახალი წელი. აი აქ არაფერი არ მინდა ეხამე. დროზე უნდა ჩავყარო ხორცი. არა, ამაზად ესე. აჰა ბატონო. მალე, ეხა ცოტა ხანი მივცეთ ჩვენ საშუალება ხორცს რომ მოიბრაწოს. ამასობაში კიდე მე მოგციდია რომ ბარემ კიდევ ერთი სასმისი შევსვათ. რახან აქ ვართ ყველანი შეკრებილები ცეცხლთან. ასე გაუტკბა აი. მონადირე საერთოდ ადამიანი ვერ წარმომიდგენია მე პირადად კარგი გვერდში მდგომი მეგობრის გარეშე. მე მინდა რომ ჩვენი აი აქ ვინც ვიმყოფებით მეგობრობის თამადობით ყველა მონადირე დაულოცოთ, ჩვენი მეგობრები დაულოცოთ და საერთოდ აი ამ ფენომენს გავუმართოს, რასაც საქართველოში ნადირობა ქვია, მეგობრობა ქვია და ერთიანი სულისკვეთების ირგვლივ და ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის ერთობა ქვია. იქით ამ მხრიდან აქეთ გვიყურებენ სულ მეგობრები, იმიტომ რომ კეთილად განწყობილი ხალხი არიან, ყველას ვუყვარვართ, ყველა პატივისცემით არის და ჩვენც გვიყვარხართ მეგობრებო. დაგლოცავთ სულ ყველას. აქ ყოფილად ყველას უნდა. ნამდვილად, ნამდვილად. არ მეპარება და მოვა მაგის დროც. თქვენი თამადობით ჩვენს მეგობრებს დაგლოცავთ ხახლა. მალე სანამ ჩვენი კერძი მზადდება და მინდა გითხრა რომ უკვე მზადდება, სუნიდან გამომდინარე არომატი მოდის. გამახსენდა ესეთი რამე რა რომ რამდენი ლოსი მოვინადირეთ მე და შენ საერთოდ ჯამში ჩვენ გამოგვივიდა 5 ლოსის მონადირება. თუმცა სათვალავზე გამოვიდა გაცილებით უფრო მეტი. ბაჩოს ქონდა მორტყმული, არა სასიკვდილო გამავალი ჭრილობა ქონდა ფეხზე. ხო და ეგ მომენტი როგორც კი დავინახე გოგა ხო მომენტალურად მივიღე გადაწყვეტილება რომ კიდევ დამატებითი სხვა ლოსების წაქცევა იქ ზედმეტი იყო რა და ისევ ამაზე უნდა ყოფილიყო აქცენტი რა და მაგრამ პრობლემა რაში იყო იცი ხელში მეკავა ი18 არ ვიცი ახლა ალბათ ჩვენმა მეგობრებმა იციან ეს რა იარაღია ხალხო ეს არის გადასატეხი იარაღი რუსული წარმოების დიახ მოსახმარი არის ის პირველი ვაზნა რომელიც ესროლა ტყვია რომელიც ესროლა ბაჩომ ხო შეხტა ესა და აი ამ შეხტომის მომენტში დავინახე რომ რქა ნაკლული იყო ეს ლოსი და ამით დამამახსოვრდა ქვეცნობიერის დონეზე რა ეხა არ მიმჩნევ რა თქმა უნდა მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან კარგი დრო ვატარეთ სიტუაცია გარემო ხალხი ყველაფერი გადასარევი იყო მაგრამ მაინც როგორც ყველა მონადირეს ხა მონადირება მინდა რა და დავდექი ავდიოდი კოშკურაზე მამუკა მითხრა რომ აიო ნახეო შენ ეხლა გამოგვივა ლოსიო და ისე ყველაფერი კარგად აგიხდათ დაახლოებით 25 წუთში დისტანცია რამხელა იყო ძალიან ახლოს ირაკლისგან არ ვიცი რამდენი იყო ჯერ ირაკლიმ ესროლა წვერავა 5 ტყვია ესროლა და მე მგონი 2 თუ 3-ც გაარტყა ანუ კარგად ქონდა იმლოს მოხვედრილი უბრალოდ ხო ნუ აი არ გაჩერდა იმდენად ძლიერი ის იყო და ირაკლი იდგა ჩემგან დაახლოებით 50-60 მეტრში გამოიქცა ჩემსკენ და ჩემსკენ უკვე რომ მოდიოდა დაახლოებით 15 მეტრში მაქსიმუმ 20 მეტრში არც კი ვესროლე ორი გასულა განახორციელა ორივე ზუსტით მონადირულ რაღაცაზე ვილაპარაკოთ რა დაუწერელ კანონზე აბა გისმენ წვერავას ნასრულს შეეძლო თუ არა რომ დაეგდო ეგლოსი კი დიდი ალბათობა იყო მაგისი რომ მე დარწმუნებული ვარ რომ რამდენიც არ უნდა გაერბინა იმ ლოს თუნდაც 2 ტყვია რო ქონოდა მორტყმული აღარ მახსოვს 2 გაარტყა თუ 3 თუნდაც 2 ჟაკანზეა საუბარი. რა თქმა უნდა. რო ქონოდა მორტყმული, ადრე თუ გვიან ის ლოსი დაეცემოდა და მონადირებული იქნებოდა ცალსახად, მაგრამ რახან პირდაპირ ჩემს სასრულზულში გამოვიდა და თან ხედავდი რომ ხოდზე იყო, რასაც გვია ჯანზე იყო, იმიტომ რომ ნუ ამხელა ცხოველი არის რა.
და ნუ მეც ჩემი აი მხრიდან მაგის თქმა მინდა ზუსტად რა მიუხედავად იმისა რომ შენ იცი რომ შენმა მეგობარმა ნომერში ესროლა და მოარტყა მაგრამ ვინაიდან შენ ნომერშია გამოსული შენ უბრალოდ ვალდებული ხარ რომ შენ უნდა გააჩერო მაინც არ იყო შემთხვევები რომ გასულა და 200 და 300 მეტრის შემდეგ უნახავთ დაგდებული და უნდა იწვალოს ეგერმა ცალკე კვალი სისხლი რატო როდესაც არის საშუალება რომ ნადირი ჯერთი ნაკლებად აწვალო კაცო აქვე მინდა ხაზი გაუსვა ჩემო მეგობრებო იმ ამბავს რომ ამ დროს ხორცის განაწილება როგორ ხდება ალბათ ეგეც საინტერესო არის ხო ზოგადად გეტყვით რომ თუნდაც ის ხალხი ვინც ჩვენს გვერდში იყო რა თქმა უნდა ნადირობისას მაგრამ არც კი უსურია დაუშვათ ხო ისინიც თანაბრად ღებულობენ იმ ხორცს რომელსაც ასე ვთქვათ მონადირე მოიპოვებს ეს არის მეგობრული განაწილება მონადირეებს შორის ეხლა ხო არ ვნახოთ ეს კერძი რა დაშია აუცილებლად ნახევარ საათში უკვე შეგვიძლია მე და შენ მაგიდის შელამაზებას მივყოთ ხელი რომ ჩვენი მეგობრები დავანაყროთ ჩვენი შედევრით მანამდე თან დავათვალიერებინოთ დავალი განაცხადია აქაური ტერიტორია როგორ გამოიყურება აუცილებლად ლამაზ კადრებსაც შემოგთავაზებთ რეცეპტი არის თან შექმნილი მემკვიდრეობით ეგრე მარტივად არ იქნება აგვარი უნდა გქონდეს ან ნაკლიმირო ეგზელობა სიკეთე სიხარული და ყველაფერი საუკეთესო ამ ქვეყანაზე შეგვეციოს დღევანდელი გუშინდელი დღის უпростоრეთ მადლი ბედობა იყო ცოტა ხნის წინ ახალი წელი მოვიდა და როგორც ყველა ახალ წელს ამ წელსაც მომავლის იმედით შევხვდით სულ ყველა და არ მოგვიშალოს ეს მომავლის იმედი ერთად. სამონადირეო პროდუქციის შეფს, კულინარიის შეფს, მასტერს გოგას გაუმართლებს. მადლობა მოუხაზეთ მას, იმიტომ რომ ყველაფერი კარგი მიუღწევს ჩვენს მაყურებელს მოვეფეროთ ჩვენს მეგობრებს და ღმერთმა სიკეთით გვანახოს ყოველთვის თქვენი თავი. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, არ დაგზარდეთ და იყავით ჩვენთან ერთად. ღმერთმა გადამოწოთ.